დაუბრუნდით. დაგაცინე. სტუმრად ყავს არაჩვეულებრივი დერმატოლოგი მაკა რატიანი, რომელიც ახლა ჩვენ დაგვეხმარება მოგესალმებით. მე მგონი უკვე დაგვეხმარებთ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და გავცვალეთ რაღაცა ინფორმაციები და მაკა ერთი შეხედვით შამპუნის შერჩევას რა უნდა, ხო? წავალ დიდ სუპერმარკეტში, არის დაახლოებით 100 სახეობის შამპუნი. ქრისტინა როგორც ამბობდა, ან ბოთლი მომეწონება, ან სუნი მომეწონება, ან დავხედავ და ბოლოს თუ თქვა მაქვს კერტლი, ან ცივათმა, ამის მიხედვით შევარჩევ, ხო? წავალ ვიხმარ და შეიძლება რაღაცა მაინც ცუდი მოხდეს რეალურად, ხო? იმიტომ რომ ინგრედიენტებს და ყველაფერს ქონია ძალიან დიდი მნიშვნელობა. გვანცა პირველ რიგში რაც ვარჩევთ შამპუნს აუცილებელია ვნახოთ ანუ შემადგენლობა, იმიტომ რომ ბევრი შამპუნი ძირითადად ყველა შეიცავს მავნე ნივთიერებებს, რომელსაც ჩვენ პრინციპში არ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას, მაგრამ არ ვიცით რომელი მავნე და რომელი არა უბრალოდ. ძირითადად ყველა ასეთია, მაგრამ თუ დააკვირდებით, აი ორგანული შამპუნები ცალკედებს ხოლმე და აწერია ორგანიკ შამპუს და ანუ SLS-ების გარეშე, პარაბენების გარეშე. ეს თქვი SLS-ები და პარაბენები. კი, განმარტა. არის ხოლმე ორგანული შამპუნები აწერია კიდევ თვითონ შამპუნს. არის აპტეკებში ორგანული შამპუნები აწერია. ორგანიზმის და პარაბენების გარეშე რაც არის, მე წარწერა მინახავს, ასე ვთქვათ, მაგრამ ცალკეს არ ვიცი. მოდ ეხა მივხვდი, ეხა გავიგე ეს ინფორმაცია, რომ ესეთი შამპუნი უნდა ავარჩიო და არა ისეთი, როგორც აქამდე უბრალოდ ეს ნივთიერებები. თვითონ სოდიუმ ლაურიატ სულფატი ან სოდიუმ ლაურილ სულფატი ორი სახელით გვხვდება ძირითადად ინგრედიენტებში, თმას აშრობს. ეს არის აკაფებისთვის გამოიყენება, ძალიან აშრობს თმას, მტრევადი ხდება თმა, არ არის სასურველი. მას ნაკლებად ქაფდება შამპუნი, ესე იგი უფრო კარგია. თუმცა ეხლა ეს ცუდი თვისება აქვს პარაბენების და ვთქვათ იმების გარეშე, სულფატების გარეშე, რომ შამპუნი არ ქაფდება და ეს ძალიან არ გვიყვარს. მაგრამ ეს არ არის ტრაგედია ჩვენი თმისთვის პირიქით. ტრაგედია არ არის, მაგრამ სასურველია არ იყოს სულფატები შამპუნში. ასევე პარაბენები. სულფატებს აქამდე კარგია და გამეხარდეს. და კარგად აშორებს ცხიმს. მაგრამ არის სხვა, ვთქვათ, უფრო კარგი ინგრედიენტები, უფრო, ვთქვათ, ოღონდ ისინი არის უფრო ძვირადღირებული და ამიტომ არ გამოიყენება მასიურ წარმოებაში. რაც შეეხება პარაბენებს, ეს არის კონსერვანტები და პარაბენებთან უფრო ცუდად არის საქმე, რადგან მიჩნეულია და ფიქრობენ მეცნიერები, რომ კანცეროგენებია და შეიძლება იწვევდეს კიბოს. თუმცა ეს ძალიან მცირე რაოდენობით შედის შამპუნში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შამპუნს ძალიან ხშირად ხმარობ და ალბათ კლინიკურად დამტკიცებულიც ჯერ არ არის, რომ მაინც და მაინც ეს იწვევს. უკვე რომ საკმაოდ გავივლით, გამოვიდით, მივადგებით ამ კიბოს. არა მხოლოდ თავის შამპუნი, ტანის მოვლის საშუალებებით, ასევე პარაბენების გარეშე ჯობია რომ ავარჩიო. ეხლა ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, მე ეს არ ვიცოდი, რომ ესე დაყოფილი არის და შეიძლება იყიდო უფრო ხარისხიანი და უფრო ორგანული, მაგრამ ხმარობდი ბავშვის შამპუნებს. იმიტომ რომ მეგონა რომ და მგონია, არ ვიცი რამდენად მართალი ვარ, რომ ბავშვის არ დავასახელებ ხარისხიანი, კარგი, ზოგი ძვირადღირებული, ასე ვისხავდი ხოლმე მეც და მეც ვიბან თავს, იმიტომ რომ მგონია რომ უფრო ნაკლები ქიმია არის შიგნით. მართალი ვარ თუ არა? ხმარობ ჩემ შამპუნს რეკლამა რა იყო გასა. დაახლოებით არა პირდაპირ მნიშვნელობა. სწორია თუ არა ეს? თუ დაკვირვები ხართ, ბავშვის შამპუნები ნაკლებად ქაფდება ჩვენ შამპუნებთან შედარებით. შესაბამისად, სოდიუმ ლაურიატ სულფატს ნაკლებად შეიცავს. აი, პირველი ინგრედიენტი წერია ხოლმე სოდიუმ ლაურიატ სულფატი. ბავშვის შამპუნებში არა, ეს უკვე უფრო ქვემოთ წერია. შესაბამისად, მცირე კონცენტრაციით შეიცავს. ბავშვის შამპუნი უკეთესია, თუმცა ჩვენი კანისთვის საბავშვო მოვლის საშუალებებში. ზოგი შეიცავს, ზოგი არა. ესეც უნდა ვაკონტროლოთ. ისევე როგორც ბავშვის კრემები შეიცავენ პარაბენებს. და ესეც ნეგატიური ინფორმაცია ჩვენ მომხმარებლებს არ ვიცით. უბრალოდ რომ უნდა წავიკითხოთ ყველაფერი. ჩემსავით ბოთლის სილამაზის მიხედვით ავარჩევთ. მაგრამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავიგეთ თქვენგან, რომ ეს ორი გამოვრიცხოთ და ვეცადოთ რომ არ იყოს შერეული ეს ორი ნივთიერება. კიდევ არის რამე რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ასევე სილიკონი, რომელიც გონია რომ თმებს ძალიან ლამაზ ხდის. სინამდვილეში სილიკონი თმის სტრუქტურას ეს გარედან როგორც ლამინირება ისეედება და კანი ვეღარ სუნთქავს, ვეღარ იკვებება გარედან. სილიკონი რომელია ახლა სწორად რომ მივხვდეთ. სილიკონი შესაძელი სერუმები რო არის? არა, თვითონ შეიცავს შამპუნები. სილიკონი ესევე აწერია? სილიკონი შედის, კი. ინტეგრალთა აბრევიატურები კონით მთავრდება, აი რასაც წერია დიმეთიკონი მაგალითად CON-ით რაც მთავრდება, ესენი არის სილიკონები, ესე რომ ლამინირებას რო იკეთებენ აბა გიჟებივით თმებს ყველა რო კარგია და ლამაზია. ლამინირება შეიძლება გაკეთდეს ბუნებრივი საშუალებებითაც, თქვათ ჩვენ გვაქვს აქ მოტანილი, ესე ჯობია ვიდრე სილიკონებით, რომელიც დამაზიანებელია. რასოშება თმას ბოლომდე რო გითხრათ? აშრობს, გარედან ვეღარ იკვებება თმა, არ სუნთქავს, ასე რომ ვთქვათ და ძალიან ცუდი. თავიდან ძალიან ლამაზია, იმიტომ რომ თმა არის პრიალა, რაღაც ლამაზად გამოიყურება, მაგრამ ეს პერიოდულ ძალიან აზიანებს. ნიღბებს რაც შეეხება თმის ნიღბებს? მაიონეზი გიტრიალებს თავში შენს? არა, ასევე გაყიდვაში მყოფ ნიღბებს, რომლებიც უცებ ხდიან აბრეშუმივით თმას, როგორც ამბობენ ხოლმე და მზინვარებას მატებენ და ასე შემდეგ. აქ არის რამე საფრთხეები. ყველა შეიცავს ამ სილიკონებს, პარაბენებს, ამიტომ ჯობია რომ თქვათ სახლის პირობებში დამზადდეს ნიღბები, ან ვიყიდოთ ისეთი ნიღბები, რომლებიც უფრო ბუნებრივია, აი ორგანული ნიღბები, რომლებიც არ შეიცავს. ისე ყველგანაც მართან მივდივართ, მე ვგზნო. ზუსტად ეგ უნდა მეთქვა, რომ ვიღაცა შეიძლება ეს აქვს თაობების მანძილზე გამოცდილი და თქვა იცის ბებიისგან და დედისგან რომ ეს კარგია, მაგრამ ვიღაცა მარიცის და შედის ინტერნეტში და Google-ში ჩაწერს მის გამაჯასახებელი ნიღაბი. ამოუგდებს რამდენიმე ვარიანტს და ეს ბრმად ენდობა. ამის მომხრე ხარ, იმიტომ რომ სანდოა, თქვა ეს რაღაცა ვიღაცის მიერ უცბად აკრეფილი და ატვირთული ინფორმაცია და თუ გადააწყდი როდესმე რაღაცა ძალიან ისეც, რომ ჩვენც გაგვაფრთხილო. აი, აქაც არის საფრთხე. ხშირად შევდივარ ხოლმე ინტერნეტში და ვნახულობ რა არის სიახლე თმის მობლაში და ქართული ფორუმებზე აღმოვაჩინე ესეთი რაღაც, რომ იყენებენ ერთ-ერთ მედიკამენტს, რომელიც სახსრების მკურნალობისთვის გამოიყენება ნიღბებს. სახსრების მკურნალობისთვის იყენებენ ნიღბებში, რაც არ არის სწორი. მიუხედავთ იმისა, რომ კი კანის შეღრწევადობას ეს მედიკამენტი ზრდის, ამასთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს კანის დამწვრობა, თუ დიდი რაოდენობით. ამას თვითონ მომხმარებლები ამატებენ, თუ ესე იყიდება უკვე? არა, ამატებენ, ყიდულობენ ცალკე ინგრედიენტს და ამატებენ შეღრწევადობა გაზარდონ. პლუს ამას ამატებენ პოლიეთილენის პარკს, რომელიც კიდევ ჩახურება ხდება. და ეს პერიოდულად გამოიწვევს კანის აკერცვალს, რაც ვთქვათ, ქერტლით გამოვლინდება. და იდეაში რისთვის არის ეს, ანუ დადებითად აღწერილი ეს კონკრეტული პრეპარატი თუ რაღაც, ანუ რას პირდება ეს პრეპარატი მომხმარებლებს? პრეპარატი აბსოლუტურად სახსრების მკურნალობისთვის გამოიყენება, ნიღბებისთვის იყენებენ, იმიტომ რომ შეიყვანოს კარგი ინგრედიენტები. ანუ ნეუჰაუა ქართველი მომხმარებლების, ხო? ნეღვის მერე აღარ მიკვირს მართალი რო გითხრა, მაგრამ ნუ მაინც ამიტომ არ გაგვაფრთხილეთ, რომელი სულ მედიკამენტი. ვიბნევი ხოლმე, როდესაც თქვა არის პერიოდი თმის ცვენის, ხო? სულ ვიბნევი ხოლმე მაინც შამპუნი შერჩევს, იმიტომ რომ აწერია თმის ცვენის საწინააღმდეგო, მაგრამ აი თქვა მეშინია, რომ თუ მყიდულობ რაღაცა სიმშრალის საწინააღმდეგოს, ეს ხო არ გამიცხიმიანებს, ანუ აი ეს ბალანსის დაცვა რეალურად ზართულია, ხო? შენი შამპუნი, აი ძნელი კითხვა, მაგრამ როგორ უნდა იპოვნო? აუცილებელია, რომ თქვა მოვიდეთ თქვენთან დერმატოლოგთან და დავადგინო ჯერ ჩემი თავის კანის სტრუქტურა, თმის ტიპი და ასე ვთქვათ. ეს აუცილებელია ყველასთვის. ნორმალური კანის შემთხვევაში და ნორმალური თმის შემთხვევაში ვფიქრობ, რომ არ არის აუცილებელი და როგორც წესი ინდივიდუალურად ხვდებით ხოლმე გამოყენებისას მოგწონს ან არ მოგწონს. შეიძლება ავიღოთ ძალიან ორგანული, ძალიან კარგი შამპუნი და საერთოდ არ მოუხდეს ჩვენს კანს, იმიტომ რომ ჩვენ ხო ძალიან ინდივიდუალურები ვართ. ამიტომ უფრო პირადი დაკვირვებებით უნდა მივხვდეთ, რომელია ჩვენთვის კარგი შამპუნი და მაგრამ აი ხა მაინტერესებს აი ამ პატარა მაგიდაზე იმდენი რამე დევს. მაინც აი ეს სახლის პირობებში გაკეთებული რატომღაც ძალიან მიმდის გული და მგონია რომ ძალიან კარგი არის და ყველაზე მაინც უფრო ჯანმრთელია, იმიტომ რომ შენით აკეთებ, შენით აზავებ და მე შეზევა რო ხდება და რაღაცნაირად მგონია რომ უფრო სწორი არის. უფრო სწორია, უფრო ჯანსაღია, უფრო კარგია, მაგრამ სამწუხაროდ დრო არ გვაქვს ხოლმე რომ ჯერ ვამზადოთ, მე 2 საათი ვქონდეს. არა, ამ კვირაში არა, იმ კვირაში დავიდებ თავზე, იმ კვირაში და გადის ასე თვეები, მაგრამ მაინც ყოველ და ბოლოს ვივადავ. ხო, ეს ჩვენა კიდე საშინელებაა და
მაინც იქნება იყოს ვიღაცისთვის სტიმული ეს, რასაც ახლა ვიტყვით და მე მგონი მაყურებელმა უნდა ჩაიწეროს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რაღაცეებია. მე ერთი სული მაქვს რომ გადავით შევუდგეთ საქმეს და ჩამოვთავოთ რეები გვაქვს და რისთვის არის კარგი თუ შეიძლება რა თქმა უნდა. ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტები მოვიტანეთ. ეს არის კაკაო, რომელიც შეიცავს კოფეინს, რომელიც თავის კანის ცირკულაციას აუმჯობესებს და ამიტომ ძალიან კარგია. თუმცა ღია ფერის თმებს არ არის სასურველი, რადგან ოდნავ შოკოლადისფერ, თუმცა კრემისფერ, უბრალოდ ყავისფერ თმაზე პირიქით ძალიან კარგია, იმიტომ რომ ბზინავს თმა და ძალიან ლამაზია. არის ხნა, რომელიც მცენარისგან მზადდება, ოღონდ არ უნდა აგვერიოს ფერიან ხნაში, თორემ ხო, ანუ მე მოგონა მარტო ფერიანი არსებობდა, აუცილებლად შემიღებავდა თმას. არსებობს უფერო ხნა, მაგრამ ვინც იღებავს, იმათვის არ არის სასურველი, რადგან მეგრე საღებავს აღარ იღებს თმა. ამიტომ ჯობია უფერო ხნა, ვინც არ იღებავს მათ. და ხო შეიძლება ვთქვათ, მე ვიღებავ და ამოვიღო ეს შენი კომპონენტი. ფერი შეგიძლია, რითიც რა ფერსაც იღება, ვინ ფერი ხნა შეგიძლია ჩადო. მაგრამ მე საღებავს აღარ იღებს თმა. ხნა თუ გისი. ამიტომ მაყურებელი ვინც გუყურებს შეიძლება გამოვაკლოთ ეს ერთი კომპონენტი. კი ბატონო, ჩავანაცვლოთ კაკაოთი ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტით. აი კეთ რა არის? ეს არის ჟელატინი, სახლში ლამინირება, ეხლა ძალიან აქტუალურია, ძალიან მარტივად მზადდება. ერთ კოვს ჟელატინს ვამატებთ 3 კოვს მდუღარე წყალს და იგივე რაოდენობის ბალზამს ან თმის ნიღაბს, რომელიც არ უნდა შეიცავდეს პარაბენებს და სილიკონებს, როგორ გავაკეთოთ ხო შეიძლება? კი, როგორ არ შეიძლება. ანუ ძალიან მარტივად. ჟელატინი, რომელსაც ვეღებთ ნებისმიერი ყველგან იყიდება, ამიტომ 3 კოვსი წყალი. ნუ უფრო გრძელი თმის მქონეს, შეუძლია უფრო მეტი გააკეთოს. ამას დრო უნდა რომ კრისტინა მიდი შენ გაიხმარე სანამ დანარჩენს მომზადებს. თუ გახსნე. ხშირად ანუ ეს ბოლომდე უნდა გაიხსნას ჟელატინი და ხშირად მაინც რჩება ხოლმე ბურთულები. ამიტომ ძალიან მარტივი მეთოდი არსებობს ამის გახსნის. მიკროტალღურ ღუმელში 2 წამში კი 2 წუთი უნდა და თავისით გაიხსნა. ხო, რაღაცაზე დაიდოს. კი, ესეც შეიძლება რომ გავაკეთოთ. კარგი, შემდეგი ეტაპი. ამას მე რამეს ვამატებ? შეგვიძლია დავამატოთ ნიღაბი, არა, ნიღაბი აუცილებლად უნდა დავამატოთ და დავამატოთ შეგვიძლია კვერცხის გული. წამოვიღე ეთერზეთები, იმიტომ რომ კვერცხს მაინც სპეციფიური სუნი აქვს და ყოველს არ უყვარს ამის თავზე წასმა. ამიტომ ვამატებთ ეთერზეთს, რომელსაც ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს და გარდა ამისა, ეთერზეთები აფთიაქებში იყიდება. აფთიაქებშიც იყიდება და კი მაღაზიებშიც არის. სასიამოვნო სუნის გარდა სხვადასხვა სამკურნალო თვისება აქვს და მედიკამენტებშიც, ტანის მოვლის საშუალებებშიც არის ხოლმე. აი მაგალითად ლავანდა არის ანტისეპტიკი, ასევე ამშვიდებს და ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს. ილანგი, რომელიც ბევრი შამპუნის შემადგენლობაში შედის და ძალიან აბზინვარებს მას 3 წვეთიც კი. ოღონდ მთავარია ესეთი პრინციპის დაცვა, რომ პირდაპირ კანზე არ ვისმევთ ლავანდის და ჩაის ხის გარდა არაფერს, იმიტომ რომ მაღალი კონცენტრაცია აქვს 100%-იანია და შეიძლება დამწვრობა მივიღოთ. ასე რომ უბრალოდ 3 წუთს ვამატებთ ნიღაბში. კარგი, ეხლა ამას შევურიოთ ნიღაბი. შევურიოთ ნიღაბი. ეს არის ბალზამი, უბრალოდ ხო, რომელიც არ შეიცავს პარაბენებს. კი, ეს ეწერა გარედან არ შეიცავს პარაბენებს და ხო არის შეღებილი თმისთვის რაღაც. ეს არის ნორმალური თმის კონცენტრაცია, ხო? ანუ იგივე რაოდენობის რამდენიც ქონდა ჟელატინი. და ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ჟელატინის ჩამობანა შესაძლებელი გახდეს. მე ეს მთელ სიგრძეზე უნდა შევიზივოთ, ხო? მთელ სიგრძეზე ძირების გარდა. ეხლა აი ამის დაცვა არის აუცილებელი თუ შეცვლა რაღაცი შეიძლება? შეიძლება დავამატოთ მარტივი ესეთი ბუნებრივი კომპონენტები, არა მედიკამენტები. მაგალითად ლიმონი ამას ავნებს, იმიტომ რომ ლიმონი ყველაზე კარგად ლიმონს ჩამოაქვს. თვაზე შეიძლება. კარგი, ამ დროს უნდა გავიჩეროთ ეს ნიღაბი. დაახლოებით 20 წუთი. 20 წუთი. ანუ ამას წავისმევთ. ეს მზად არის ახლა რაც გავაკეთეთ. ეს არის ლამინირების საშუალება. თმაზე ვისმევთ. სველ უკვე დაბანილ თმაზე. უკვე დაბანილ. ამას ჩამობანა, ან რო ჩამოვიბანთ, არაფერი შამპუნი აღარ დაჭირდება, რადგან თვითონ ბალზამი დავუმატეთ. და არც ხშირით კეთდება, რამდენჯერ უნდა გაიგეთო ლამინი? თვეში 2 ჯერ
შეიძლება თვეში ერთხელაც. და ის ან 20 წუთი ვიდეო. ეთერზეთები და დანარჩენი რაც ჩამოთვართ, ის სხვა საშუალებისთვის გვინდა? სხვა საშუალებისთვის გვინდა შეგვიძლია ეთერზეთი დავამატოთ, აი ლავანდა მაგალითად. გავიმეოროთ ერთხელ კიდე. ესე იგი, ჩვენ აქ ჩავყარეთ ჟელატინი, რამდენი კოვზი? 1 კოვზი. 1 კოვზი, 3 კოვზი დუღარე წყალი, გავხსენით ჟელატინი კარგად, დავამატეთ 1 კოვზი ბალზამი. ბალზამი, დიახ. შეგვიძლია დავამატოთ აი ეს ეს რა არის? ლავანდა. ლავანდა, ძალიან კარგი. აი 4 წვეთი. 4 წვეთი. და გავაკეთოთ თმის თითოეული ღერის ლამინირება, რაც ნიშნავს იმას, რომ გამონაბოლქვისგან და რაღაც მზის მამნებლობისგან და რაღაცა მამნებისგან დაიცავს ჩვენს თმებს. და არა მარტო დაიცავს, ძალიან ლამაზი ხდება თმები. წავისმევთ თელ სიგრძეზე, ოღონდ არა ძირებში, გავიჩერებთ 20 წუთი და მე ვიბანთ დაბანილ თავზეო. კარგით, შემდეგიც ჩვენაზეც გაქვთ. აი, ზეთოვანი ღბებზე მინდოდა მე თქვა, ესეც ძალიან აქტუალურია, ძალიან სასარგებლოა. აქ გვაქვს როზმარინის ზეთი, რომელსაც ძალიან კარგი სუნი აქვს. როზმარინის ზეთის გამოიყენება თმებისთვის? კი, ძალიან კარგი. თავის კანზე შესაძლებლად, იმიტომ რომ ეს თვითონ თავის კანს კვებავს და ქერტლისგან ათავისუფლებს, ძალიან სასარგებლოა. ზეთოვანი ნიღბები არ არის კარგი თმის ცვენის დროს, იმიტომ რომ იწვევს თმის ძირის დარბილებას. ასე რომ როცა ვითომ აი ამ ვიტამინიზირებულ ზეთოვან ნაკრებს რო აკეთებენ და უბრალოდ გირჩევენ რომ აი თმის ცვენის დროს შეიზინეთ, თურმე არ არის ასე? არ იქნება სასურველი, იმიტომ რომ ზეთი თმის ძირს არბილებს და ცვენა უფრო ძლიერდება. ამიტომ თუ მაინდა-მაინც ზეთოვანი ნიღბები გვინდა, გამოვიყენოთ ისეთი ზეთი, რომელიც თქვათ ძალიან ცოტა ხანი გვესმევა, აი როზმარინი თმის ცვენისთვის ძალიან კარგია, 20 წუთზე მეტი არა. და დავამატოთ ცვენისთვის, რაც არის ცვენის შესაჩერებლად, თქვათ ლავანდა, იმიტომ რომ ლავანდა აუმჯობესებს კანში სისხლის მიმოქცევას და შეგვიძლია ძალიან ცოტა ხანი გავიჩეროთ. ა ვიტამინი და E ვიტამინი. თუ დაბანამდე ეს დაბანამდე შეგვიძლია. ა ვიტამინს და ვიტამინს ვამატებთ. კიდე ერთხელ ჩვენისთვის არის ხო ეს თან? თუ არ არის? თუ უბრალოდ ზეთოვანია? თუ ცვივა ამ შემთხვევაში 20 წუთზე მეტს არ ვიჩერებთ. როზმარინის ზეთი? რა ჩამონათვალი იყო? როზმარინის ზეთი, დავუმატოთ ლავანდა 3 წვეთი. რამოდენიმე წვეთი, უნდა იყოს შემთბარი, რომ კანში ამ დროს შეღწევადობა იზრდება. A და E ვიტამინი თქვა. A და E ვიტამინი ზეთოვანი შეგვიძლია ცოტა დავუმატოთ, ამპულებში იყიდება, თითო ეს ცნობილი აბუსალაცინის ზეთი და არ ვიცი ქართულად როგორ არის რიპეინ, როგორ არის ბირკავას ზეთია ქართულად. როგორი? ბირკავას ზეთი. ბირკავას ზეთი. ბირკავას ზეთი, რაც ყველა მიცის პრინციპში და არის რეკომენდებული თითქოს და თვის ცვენის დროს არ არის მიზანშეწონილი. მიზანშეწონილი არის ძალიან ცოტა ხნით. და მერე აუცილებლად იწვევს თმის ძირის დარბილებას, როგორც გითხარით. აი ეს არის წვევს ეს ხოზეთებია. ცოტა ხნით შეგვიძლია და ძალიან იშვიათად გაკეთება და ხშირად ანუ 2 საათი ზოგი იტოვებს მთელი ღამე ამ ზეთოვანს და ეს უფრო მაგრამ აი ვთქვათ აი ეს გავაკეთე მე და შევიზილე. ეს რისთვის არის? A ვიტამინი კვებავს, A ვიტამინი კვებავს, როზმარინი. კვებავია მაინც. კვებავია. ეს გარედან ეხმარება, თუმცა ცვენის დროს ეს არის ხოლმე როგორც წესი შინაგანი პრობლემა და აუცილებლად ექიმის კონსულტაცია საჭიროა. ანუ ეს გარეგნულად ვერაფერს ვერ წაეხმარება. როზმარინი. ზაფხულში მზიზე მოქმედება ხო საგრძნობლად აშრობს და რაღაცნაირი ისეთი ხდება. არა მიმზიდველი თმა, იმიტომ რომ არ ვიცი, ვისაც ზღვის ზღვაზე მიდის, მარილიანი წყალი არ არის სასურველი ამ თმისთვის და მზის ხო ჭარბი მოხმარება. ამ სეზონისთვის რა რჩევა შეგეძლიათ, მაგრამ რომ კაი გასცეთ. ძისხივები, როგორც კანზე მოქმედებს დამაზიანებლად, ასევე მოქმედებს თმაზე, ამიტომ არსებობს სპრეი, რომელიც შეგვიძლია მზეზე გასვლამდე მივისხუროთ თმაზე, ან ყველაზე მარტივი არის ქუდის ტარება, რომ მზე არ გამოაშროს, იმიტომ რომ მზე აშრობს კანს, ზღვის წყალი მით უმეტეს და უფრო მტრევადი ხდება, მყიფე, მე არასწორად ვივარცხნით ამ თმებს, იმიტომ რომ სწორად დავარცხა რას ნიშნავს? ძალიან ნელა უნდა მოხდეს თმის დავარცხნა, რომ ქვევიდან ზემოთ როცა საარცხლებიც გაქვს ხო მოტანილი. მე მინდა ჩვენს მაყურებელს ვაჩვენო, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი ხანი დამჭირდა, აი ეს მეორეც მომეწოდა. ეს არის ნატურალური. იმისთვის რომ მიმხდარიყავი, როგორი სავარცხლით უნდა დავივარცხნო თმა და აი ესეთი ტიპის სავარცხელს მივაგენი, ნახეთ. ესეთივე კბილებით? მიახლოებით. ხო, ანუ ბუნებრივი. აი ეს მომდენი კარგად არ ჩანს. არ წიწკნის თმას და არის ბუნებრივი ბეწვისგან დამზადებული. ჯაგრისის
ჯაგრისისებრი სავარცხელი, ხო? ან ხის. ან ხის სავარცხელი უფრო კარგი, იმიტომ რომ პლასმასი იწვევს დაელექტროებას მას და ისედაც ესეც კიდე უმეტებს გამოშრობას. გამიგია და ზოგჯერ მეც მიმართავდი, ხომ როცა გზელი გამგონა, ეს პირიქით გადმოყრიდი და აქედან ასე თან კანზე ვაკეთებდი ესე ვთქვათ, მასაჟით რაღაცა მოქმედებას და თითქოს ეს რაღაცა კანის ცირკულაციას ხელს უწყობდა. კი, რა თქმა უნდა. ვიქცეოდი ამ შემთხვევაში. ცირკულაცია უმჯობესდება, თმა იზრდება უფრო სწრაფად და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ მასაჟია ჩვეულებრივი თავის კანის. თუ უკუღმა დავივარცხნი, ჩქარა გამეზრდებათ. არა მარტო უკუღმა, ჩვეულებრივადაც უკუღმაც უბრალოდ როცა სწორად ვივარცხნით, როგორც წესი, კეფაზე არ ხვდება სავარცხელი, თან სწრაფად ვივარცხნით ხოლმე და ეს უკუღმა დავარცხნით. ისედაც თავის დახრამი მოქცევას არის, ცოტა სიცხე ჩაედინება ვარჯიშია. ანუ შეგვიძლია მასაჟის სახით შევიზილოთ ეს ყველაფერი. ცოტა ხანი დავამუშაოთ, კანი, ხო? ძირები დავტოვოთ 20 წუთი. ცხილებით, ხო? იმიტომ რომ ცხილები კაწრავს და ხო, აზიანებს. თითის ბალიშებით უნდა მოხდეს შამპუნის შეზელა და ხშირად გველაპარაკი ამაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ეს შამპუნი ქაფდებას რომ ვამბობდით. რაოდენობის ქაფი უნდა იყოს საერთოდ თმაზე, იმიტომ რომ წამიკითხავს რომ ძალიან ბევრი ქაფი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ჭარბი მოხმარება შამპუნის ასევე აზიანებს თმას. სოდიუმ ლაურიატ სულფატის გამო. ანუ ქაფს იწვევს მხოლოდ და მხოლოდ სოდიუმ მე ლაურიატ. ასევე წამიკითხავს, რომ შამპუნი აუცილებლად ჯერ უნდა ხელზე ხო. უკეთესად ნაწილდება. ზეთები ჯობია რომ ხელზე კარგად გავათბოთ ხელით და მერე შევიზილოთ, იმიტომ რომ ჩვენ ტემპერატურაზე იქნება და უკეთესად შეიწოვება. კიდევ შეგვიძლია თვითონ სავარცხელს დავასხათ ეთერზეთი, რამოდენიმე წვეთი დავაწვეთოთ და ისე დავივარცხნოთ, ესეც ძალიან კარგი იქნება. ზოგიერთ თმის შამპუზე შემიძლია წარწერა ხშირი დაბანი, ანუ ხშირი მოხმარებისთვის და ანუ ეს გულისხმობს იმას, რომ რაღაც ინგრედიენტები არის გამოკლებული, რომელიც არ გააღიზიანებს ხშირი დაბანისას თმას, თუ რა დანიშნულებით არის და რამდენად ხშირი დაბანა საერთოდ ყოველდღიური? ყოველდღიური დაბანისთვის. არის ამ დროს თუ რას ნიშნავს საერთოდ, რას გულისხმობს ეს წარწერა? ეს წარწერა ნიშნავს, ზოგი ადამიანი ყოველდღე იბანს თავს და ეს კანის ცხიმი რო შორდება, ესეც არ არის კარგი ბუნებრივი ცხიმი, იმიტომ რომ თმები თვითონ შრება, იფიტება. ამიტომ ესეთი შამპუნები შეიცავს უფრო ნაკლებ აგრესიულ ნივთიერებებს, რომლებიც ცხიმის მოშორებას უწყობს ხელს, აჩქარებს. ასე ვთქვათ, ყოველდღე ის ვისაც ყოველდღე თმის დაბანა, თავის დაბანა. იბანენ ისეთი ადამიანები, ვისაც ცხიმიანი კანი აქვს და ეს კიდე აუმჯობესებს ცირკულაციას, ცხიმი უფრო ჭარბად გამოიყოფა, რაც არ არის სწორი, ანუ კანი უნდა დარეგულირდეს თმის, რომ ვთქვათ, ცხიმის გამოყოფაც შესაბამისად დარეგულირდეს. ასე რომ ორ დღეში ერთხელ სრულიად საკმარისია. ყოველდღე ძალიან რთულია გრძელი ხო გავიგე. გრძელით რომ გაიზარდო. მაგალითად მე მიჭირს, იმიტომ რომ სულ მიწევს ბოლოების მოჭრა, ბოლოები მიფუჭდება. ეს იმის ბრალია, რომ ალბათ არ მიეწოდება კარგად ბოლოებს ვიტამინები. მე მინდოდა რომ რაღაცა ორი სიტყვა ბოლოებისთვისაც ხო გვეთქვა. აი, ბოლოები ყველაზე კარგი იქნება ბოლოებისთვის ჩვეულებრივი ზეთები. ანუ ხო, ზეთებს გადავანაწილებთ, თქვათ, აი, იგივე ბირკავას ზეთი თიკა მახსენა, აი, წამოღებული, მაგრამ ბირკავა, როზმარინი. ესე იცნობს. ბოლოებზე წავისმევთ და ეს შეგვიძლია დიდი ხანი გქონდეს. ქოქოსის ზეთი არის ძალიან სასარგებლო. ეს შეგვიძლია ვთქვათ 2-3 საათის გავიჩეროთ, ბოლოები იკვებება, მოჭრა აუცილებელია, იმიტომ რომ გაყოფილი ბოლოები არასოდეს აღარ წერდება. ვერანაირი სილიკონებით, გარეგანი საშუალებებით ვერ დავაწებთ. ბოლოებს ვიჭრით და თმა უფრო სწრაფად იცის. ავედი ხომ თმას შევიჭრი რეკლამის დროს. მართლა ვაპირებ. ძალიან დიდი მადლობა მაკაშენ, ბევრი სასარგებლო რჩევა და მე ბევრი რამე არ ვიცოდი, მაგრამ მიხედავთ, რომ მთელი ცხოვრება გრძელს მას ვატარებ და ვითომ უგლი. არ ვიცოდი, მადლობა შენ ამისთვის. მადლობა თქვენ. და გავიდეთ რეკლამაზე, ხო? ამაზე შეგვიძლია